ისტორიულად რა. გამარჯობა პირველ რიგში მოგესალმებით. აი ჩვენ ვართ არხოტში. ახლა მინდა ამ სოფლის შესახებ თქვენი სათქმელი გითხრათ, აქ ცხოვრობთ, ცოტანი დარჩით ძალიან. პრაქტიკულად გზა არ არის, მოსვლა ძნელია აქ. როგორ ცხოვრობთ? რა სიტყვით ამ სოფელზე? ამ სოფელზე ვართ აი ცოტანი და ეგ არის. რა გიჭირთ, რა გილხინთ, რა გიხარიათ? ვიცი აბა რითია ეს სოფელი გამორჩეული და განსაკუთრებული? ისია ჰაერით და ბუნებით. კარგი ადგილია. ტაძრებით, ისტორიებით, ხო? ისტორიული ადგილი. ისტორიული გითხარით აგერ ალგეთი, აგერ პლეკარი აქაა. აი ელექტროენერგია გაქვთ ეს მიხარია კარგია. ელექტროენერგია ყოველთვის აქვს. ხო, აი ბოძები არის, ეს ბოძები ახალი გაკეთებული არ ჩანს, რომელ წლებშია გაკეთებული? ელექტროენერგიის შემოყვანა როდის მოხდა? აი ხლა ეს კაბელური გაკეთეს ადრე იმაზე. ესაც კარგია დღე და ღამე შუქი გვაქვს. შუქი გაქვს. საღამოთი. საბჭოთა დროს გამოიყვანეს ხომ ელექტროენერგია? საბჭოთა კავშირის 64 წელს გამოიყვანეს. საქართველოში ორი არხოტია და ეს ერთი ხევსურეთში. ხევსურეთში. ეს იმას ქვია არხოტის ხეობა, ხომ და ეს თქვენი არხოტი. თქვენიც არხოტია. ორი არხოტია საქართველოში. კი. რომელ რაიონში შედის? თეთრი წყაროს. თეთრი წყაროს რაიონი, კი. ჯანმრთელობას გისურვებთ, სიხარულს გისურვებთ, წარმატებებს. თქვენი სახელი როგორი? ვახტანგ ქაკუზაშვილი. ვახტანგ ქაკუზაშვილი. თქვენ რას გვეტყვით? როგორ შეიძლება მესეჯი? როგორ მიდის თქვენი ცხოვრება ამ სოფელში? კარგად. სტუმრები ხშირად ჩამოდიან თუ არც ისე? ფანტასტიკი. ბავშვები, ახალგაზრდები დარჩნენ სოფელში. ახალგაზრდები ახალ თამაშობდნენ ხოლმე. ტრესი ბუთი, რა თქვა, ფეხბურთი, რამე თამაშობდნენ ხოლმე. ეხლა აღარავინ არის. ბავშვები არ არიან რომ ითამაშონ. კი. რა მომავალი აქვს ამ სოფელს? მე ქალბატონ მზიასაც ვკითხეთ წინა ინტერვიუში. ქალბატონი დაიხია ეგრე მომავალი. რამდენი ადამიანი ცხოვრობდა ამ სოფელში? ეხლა მოიმატა. არა, რამდენი ადამიანი თვითონ? ჩემ პატარობისაც ცხოვრობდა 1.70 კომი. 70 ოჯახი? ოჯახი, აი პატარა ისინი, მაშინ ალბათ. დიახ. და ახლა რამდენი დარჩა შემახსენეთ? არ ვიცი, მე მგონი 6. 6 ხართ სულ თუ 6 ოჯახი? 6 ოჯახი. 6 ოჯახი დარჩა 74-დან. თუ 70 მითხარით? ეგრე იქნება. ხო. გადასახდნენ, გადმოსახდნენ. ჯოგი წავიდნენ, ჯოგი საბეძნეს, ჯოგი წადდა, ჯოგი წადდა. კი. კეთილი, გაიხარეთ, წარმატებები. ეს რა ხეა, აყვავებული რომ ვაშლი. კარგი ვაშლი იცის აქეთ, გემრიელი? კიდევ რითია განთქმული, აი კარგი რა მოდის? კომში, ვაშლი, ცხალი, ბოსტნეული? ბოსტნეული, კარტოფილი დათესავ, ლობიოს რამეს. ნატურალური ყოველგვარი დანამატის გარეშე, ხო? ნატურალის გამოდის. კი. თესავ რამე და აი რამე შემოსავალი თუ გაქვთ ან ტურიზმიდან ან რაიმე სახის თქვენ მაგალითად ახლა საპენსიო ასაკის არ ხართ ჯერ. ვარ. ხართ უკვე? ხო, ახალგაზრდულად გამოიყურებთ. რამდენი წლის ხართ? ეხლა როგორ ხრას იმასე 50 წელს ვარ. 50-ის ხართ? პენსია როგორ გეკუთვნით? ალბათ რაღაც დახმარებაა, ხო? კი, დახმარება და პენსიას ამახსნა. ხო, ალბათ სხვა სახის პენსია, მე არ გულისხმობდი მოხუცის პენსიას. მაგამ თიანეთში ჩავიწერე. ხო, ჩაწერილი ხარ. ვიყავი და ჩავიწერე აქ შევისავქენი უკვე. 20 წელი აქა ვარ. 20 წელია აქ. ეს ზაღლი რამდენი წლისაა მოხუცს გავს? ერთი პატრონი იტყვის ამერაჟი 12-13-ის იქნება ასე. აქ წყალი რამდენად? აი წყალი აი იქიდან მოდის, აი ძელიდან. თებიდან, ხო? თებიდან აი. და სუფთა წყალია, ხო? კი, სუფთა წყალია, მაგრამ რო გითხრა მარილიან წყალი. მარილის გემოდაკრავს? ხო, ეგრეა და ალბათ სასარგებლოა. რო დალავ ხოლმე მოგინდება რა, ეგრე. ეს მანქანა თუ მუშაობს, ძველი საბჭოთა მანქანა. ოჩაღ, აი ეს მინდა გადავიღო. ეს უკვე რელიქვია შეიძლება ითქვას. სადღაა ასეთი ავტომანქანები? ალბათ კოლმეურნეობას ეკუთვნოდა თავის დროზე, ხო? და მუშაობს, არა? შეჭა, თივა, რამე, ვეხმარები ხოლმე მეგობრებს.
აქ რა არის დათესილი? აქ კარტოფილი და კარტოფილი. ლობიო. კომბოსტე რაღაცებია გათესილი. რა თივაც ამ თარიღი შემოდგომაზე იმასებიან. სამთარში ხო. თიბავენ და მოახომე და იმას იზამენ და საქონელი ყავს. მე არ აყავს, მაგრამ მეძებლებს ყავა ის მეძებელია აი ვისაც აი. მაგას აყავს. აი იქითაც რო შემახედოთ ძალიან დამაინტერესა. პრაქტიკულად ამ სოფელში ძალიან რთულია მოხვედრა. მოწყვეტილია თითქმის გარესამყაროს, იმიტომ რომ აქ გზა არ არსებობს პრაქტიკულად. დინარეების გადალახვა საჭირო რომ მოხდე აქ. სამთარში როგორი მდგომარეობა, დიდ თოვლობა იცის? შაშანტინი იყო დიდ თოვლობა. დიდ თოვლობა ხო? დიდ თოვლობა იყო, აი ზოგი მაღალზე არის 1-3 მეტრზე ვარმაზე არის ხოლმე. კი ხო. იმით მანქანები ვერ მოდიოდნენ. აი სასწრაფო რომ დასჭირდეს ვინმე ღმერთმა აშოროს. დიდი თოვლი იყო, ვერ შემოდის. ახლა ცოტა თოვლი მოდის ხოლმე და ცოტა მოდის ხოლმე. კი. აქ რამე იბოლება თუ რატომ არის ეს კვამლი? ცხოვრობ. ბიჭი შემოვიდა. გასაგები. პირუტყვი თუ ყავთ სოფელში, თუ ყავთ. გამთათი სამოდიან ხოლმე გოგზე. გამარჯობა. კიდევ მოგესალმეთ მაინც ვიდეოსთვის. თქვენ რა სიტყვით ამ სოფელში ცოტანი დარჩით უკვე. როგორ ცხოვრობთ, როგორ ხართ? კიტრის მწნილი მოგაქვთ ძალიან გემრიელი თან ესეც გადავიღოთ. აქაური, ნატურალური კიტრის მწნილი. როგორ ცხოვრობთ, როგორ ხართ? აი ვართ რა. ყურადღება თუ არის თქვათ თქვენი სოფლის მიმართ სათანადოდ. ისე რა. აი ხალხის ნაკლებობა რო არის, არა ეს ძალიან ცუდი არის. ხო. არანაირად აი მარტო კაცი ჭამაში ძბრალიაო. არა ძალიან ის არის. კი. ტაძრები რა მდგომარეობაშია? ტაძრები აგე რა მდგომარეობაშია. ჩანს აქედან რომელიმე სამწუხაროდ ვერ ავდივართ ახლა ზემოთ. აი კი კრანიდან დაჭდება. კარგით. ოშ, დიახ. თქვენი ის რა ქვია? სატელიტები რაღაცა გაიქიშ აღარ არის და შეფერხება ამ ეტაპზე ჩვენი ტელევიზიის. მაშინაც უთხარი და დავით ბატონთან გადახტილების გამო კი. დროებით გათიშული ვართ სატელიტზე გადაუხდელობის გამო. ინტერაქტივს მიხარია ძალიან რომ აი გიყურე. ნევრებიცა გაქვს გამარჯოს 1000-ნაირი. ხო, ნუ ხანდახან. ის ხან ისა ხან ისა და პერასთავისებურად. კი. ეკლესია იქა, მაგრამ ხიებისგან მაინც არ ჩანს. ყოველ შემთხვევაში ნანგრევებია თითქმის უკვე ჩამოინგრა იუნეს ჩამოინგრა უფრო აი თავიდანვე შეიძლებოდა რომ აი სახურავი რო შეკეთებულიყო და ყველაფერი კარგად იქნებოდა. იუნესკოს ძეგლთა დაცვის აღრიცხვაშია მოხვედრილი ეს ტაძარი, ხო მასე? კი. ადრე აქ იყო ისა, ნატო. ვარია ნატო. ნინო მიქიაშვილი ამზადებს ასეთ ვიდეო მასალებს. ნინო, კი. წყალი კარგი გაქვთ, ბუნება კარგი გაქვთ, მთავარია უფრო მეტი იყოს ყურადღება ეს ტაძრები გადავარჩინოთ, აი როგორც იუნესკოს აქვს აღწერილი ხომ ტაძრები. იმასთან შედარებით ხომ გადის წლები და დაზიანებულია როგორც ვიცი. ჩამოინგრა ზოგ შემთხვევაში გუმბათი და ეს გვაწუხებს ძალიან. აბა დროებით. თქვენი სახელი და გვარი? სულიკო კარტოზაშვილი. არიელ კარტოზაშვილი. აჰა. აი. ოჩანს ეკლესია. იქნებ მივაახლოვო. აი ფუტკრების წავს. ფუტკრები, ხო? თაფლზე მინდოდა მეკითხა სანამ ტაძარს. შემოდი დაფხულში იმასრებია ხოლმე აგვისტოში ივლისი უკვე იმასრება ხოლმე
ამოყავს და მე ყიდიან. ყიდი. კარგი თაფლი იცის? კაი თაფლია, საერთოდ. ზოგი 25 ლარს ყიდი, ზოგი ისა. 35 ლარი. ვიყიდო ხოლმე. გემო არ აქვს ისეთი. არ იმასება, მაგრამ მოყოთ. საოცარი სოფელია, საოცარი ხალხი ხართ, სტუმართ მოყვარეები, კეთილები და ეს დღევანდელ დროში სამწუხაროდ განსაკუთრებით ქალაქში არ არის და ამიტომ ქალაქში როცა რამე მინდა ჩავდიო ხოლმე ჩემი ჩობლებსა დედა მომიგდა მამა ცოცხალყა დები მყავს დიშვილი მყავს ზოგი საბეძნესია ზოგი სადღაც არის და კი აი სტუმრებთან ეს არის თქვენი სახლი ხო? აი ტაძარი მოჩანს. ბატონო დავით, რა სიტყვით ამ სოფელზე, ამ ისტორიულ ძეგლებზე, ტაძრებზე? რა უნდა ვთქვა, ტაძარში ლოცვა პარაკლისი წავიკითხე. პარაკლისი წავიკითხე და კიდე ჩამოვალ, რას ვე. წავიდეთ, აბა დავიძრათ. ჩვენ გზნობებში როა ნამდვილი საქართველო, ჩვენი საქართველო. მამაო, პარაკლისი წაიკითხეთ, ხო? პარაკლისი წავიკითხეთ და სითბო მოდიოდა და სიყვარული და რა ვიცი. გაიხარეთ. დიდება უფარს. დიდება უფალს. წმინდა გიორგის ეკლესია იქითა ჩა. ხო, აი იქით უკვე წმინდა გიორგის ეკლესია. ანგელოზი გადმოფრინდებაო და აქეთ გადმოფრინდება. ხო, ეს ადგილობრივი ლეგენდა. რატო ლეგენდა? შეიძლება სიმართლეც არის და არის კიდევაც ალბათ. ლეგენდა ყოველთვის სიმართლესთან არის. ხო, ამის თქმა მინდოდა კი. ხო, მითისგან ეს განსხვავება. კი, მართალია. აქ მეორე თიბადები ჩემო კაცო. ხო, რა საოცარი გარემოა და თუ რაიმე შეიძლება ამ ქვეყნეული სამოთხო ეწოდოს, აი ეს სალაგია. კი, სწორედაც ეს ადგილი. კი. გამარჯობა. აი ცხენით მოდიან თან უკან ნახე. გამარჯობა, გამარჯობა. გაიხარეთ. კი, ქალბატონები ცხენით. გამარჯობა. რა კარგი სოფელია, რა ლამაზი სოფელია. მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა. თქვენ ენერგოპრო ჯორჯიადან ხართ თუ ეს ისეა ქურთუკი? აი კვამლი როგორ ამოდის. ესეთ ლამაზ სანახავია ბუნების ფონზე. კარგით, გემშვიდობებით. მადლობა ყურადღებისთვის, ვინც გვიყურეთ ბოლომდე.